სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების დროს რაციონის გამდიდრება პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია იმ მიკროელემენტებითა და ვიტამინებით, რომელსაც საჭიროებს ამ დროს ორგანიზმი, ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, რკინა-დეფიციტური ანემიის დროს რა არის, რითი უნდა გამდიდრდეს ორგანიზმი, რომ მართვადი გახდეს ეს დაავადება? რა თქმა უნდა, წითელი ხორცით, რომელიც მდიდარია არა მარტო ცილებით, არამედ რკინითაც. განსაკუთრებით ხორციდან სასარგებლოა ღვიძლის გამოყენება რაციონში. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს მნიშვნელოვანია ზღვის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით კი თევზის. თევზიდან კი ორაგულის, რადგან ის მდიდარია არა მარტო ომეგა-3 და ომეგა-6-ით, არამედ იოდითაც. ნუ დაგვავიწყდება ნუშისა და ნიგოზის მიღება ყოველდღიურად, თუნდაც მცირე დოზით, რადგან ისინი სამდიდრებენ ორგანიზმს იოდით. კალცის ნაკლებობის დროს, როდესაც არის ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი, რაციონი უნდა გავამდიდროთ ძისნაწარმით, განსაკუთრებით ხაჭოთი, ყველით და მაწონით. გულსისრაღთა დაავადებულებს ხშირად სისხლში ქოლესტერინი მაღალი აქვს. ამისათვის აუცილებელია რაციონში შევზღუდოთ ცხოველური ცხიმი, მაგრამ მისი სულ ამოღება არ არის საჭირო. აუცილებელია ინდაურისა და ქათმის ფილე, ბოსტნეულით გამდიდრებული და ხილით გამდიდრებული რაციონი. მაშინ აუცილებლად მივიღებთ შედეგს. ლიპიდური ცვლაც დარეგულირდება, ზედმეტი წონაც ჩამოგშორდება და ჯანმრთელობაც გამოგვიზრდება.